სტუდენტური დღეები აჭარა 2013 დაიწყო. პირველი დღე სპორტულ ღონისძიებებს კონკრეტულად ფრენბურთს დაესმო. შეჯიბრში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის, სახელმწიფო საზღვაო აკადემიისა და ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ხალხი საკუთარ ძალებს უკვე ფეხბურთში მოსინჯავენ. სტუდენტები ერთმანეთს ქუჩის კალათბურთში, ბილიარდსა და ქალაქურ თამაშებში შეეჯიბრებიან. გამოვლინდება ასევე მის სტუდენტი 2013. სტუდენტურ დღეებში რეგიონის 4 უმაღლესი სასწავლებლის 150-მდე სტუდენტი მონაწილეობს. დასკვნითი ღონისძიება 11 მაისში ატარდება და გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. 6 მაისის პარკში სტუდენტურ დღეებს გალა კონცერტით ჯგუფი ოჩოს ქოხი დახურავს. სტუდენტური დღეები აჭარა 2013 რეგიონის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება. მესამე წელია ჩვენ ნავიგაციის უნივერსიტეტი ჩართული ვართ ამ შეჯიბრებებში, სტუდენტურ დღეებში და გარკვეული წარმატებებიც გვაქვს. წელს უფრო მრავალფეროვანია, დაემატა ფრენბურთის, რომელიც ჩარჩენ არ იყო. შევესწრებით. წელსაც რაღაც მიზნები არ გვაქვს დასახული და თუ მივახცევთ და თუ მოვიგებთ, ძალიან საზღაროხება ჩვენთვის. დღეს დაიწყო სტუდენტური დღეები აჭარა 2013, რომელიც დასრულდება 11 მაისს, 6 მაისის პარკში, რომელსაც დაასრულებს ჯგუფი ოჩოს ქოხი. პირველი შეჯიბრი გაიმართება ფრენბურთში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ბათუმში ყოფი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები.